Ციფრული ტელემაუწყებლობის 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. მათი განცხადებით, მაუწყებლობის ახალ ფორმატზე გადასასვლელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და საინფორმაციო კამპანია 2015 წლის იანვრიდან დაიწყება. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელშეუწყობს ამ სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებასა და ინვესტიციების მოზიდვას. სამინისტროს განცხადებით, მუშაობის პროცესში მთავარი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირება იქნება. საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნის გადავა და არსებულ ანალოგურ მიწისძე და მაუწყებლობას ციფრული ჩაანაცვლებს. პროექტის განხორციელება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა არის დიდი სარგებელი, რომელიც იქნება როგორც მედიისათვის, მედია პლურალიზმის ნაწილში და იმ შესაძლებლობების კუთხით, რომელიც მედიას მიეცემა აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვით, ასევე მომხმარებლისათვის, ვინაიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაცილებით უფრო მეტი უფასო და ხარისხიანი არხი მიიღოს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. ციფრული მაუწყებლობის ინფრასტრუქტურის შექმნის შესაძლებლობა მიეცათ ადგილობრივ მაუწყებლებს, რაიონებში, რეგიონებში განთავსებულ მაუწყებლებს და მათ უკვე მიენიჭათ ამისთვის სიხშირეები.